გამარჯობა. მე ისტორიკოსი კახა კვაშილავა ვარ, ეს ჩემი თუთიყუში კუკუშა და ეს ჩემი ვლოგია, მოდი გიამბობ. იცოდით, რომ ინდოეთსა და ირანს შორის სასაზღვრო პრობლემა ერთმა ქართველმა მოაგვარა და მას შემდეგ ამ სახელმწიფოებს შორის ტერიტორიული დავა არ ყოფილა. თუ არ ჩავთვლით ნადერ-შაჰის მცირე სამხედრო ექსპედიციას მე-18 საუკუნის 30-იან წლებში. ალბათ იტყვით, რომ ინდოეთსა და ირანს საერთო საზღვარი არ გააჩნია. ეს დღეს არ გააჩნია, რადგან მათ შორის მდებარეობს პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა. და ეს მდგომარეობა შექმნილია 1947 წლიდან, როდესაც ბრიტანეთის დომინიონის ტერიტორიაზე, ანუ ინდოეთის ტერიტორიაზე, ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიქმნა, საკუთრივ ინდოეთი და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა. თუმცა მანამდე მათ, რა თქმა უნდა, საერთო სახელმწიფო საზღვარი ჰქონდათ და ამას აჩვენებს აი ეს რუკაც მე-18 საუკუნის დასაწყისში შექმნილი რუკა, ევროპული რუკა, სადაც ნათლად ჩანს, რომ სეფიანთა ირანსა და მოღოლთა იმპერიას, როგორც მაშინ ერქვა ინდოეთს, საერთო სახელმწიფო საზღვარი ჰქონდათ. და ეს დავა, ეს პრობლემა მოაგვარა ქართლის მეფემ გიორგი მე-11. ამ რამდენიმე წლის წინ გამოცემულმა პალიტრა ელმა გამოსცა ჩემი კვლევა სახელწოდებით გიორგი მე-11 და ქაიხოსრო და ეს გამოვიდა სერიაში ქართველი მეფეები 31 ტომის სახით და შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოცემა ქართულ ისტორიოგრაფიაში არის პირველი მოკრძალებული მცდელობა მონოგრაფიულად შეგვესწავლა აი ამ ორი ქართველი მეფის, ქართლის ორი მეფის, გიორგი მე-11-ისა და ქაიხოსროს მოღვაწეობა. გიორგი მე-11 ძალიან ენერგიული მეფე იყო, რომელიც ქართლის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ფაქტობრივად მისი დამორჩილება, მისი ასე ვთქვათ მოთოკვა ირანმა დიდხანს ვერ შეძლო. მე-18 საუკუნის 30-იან წლებიდან ქართლში მმართველობა ერთგვარად შეიცვალა იმ გაგებით, რომ ქართლის მმართველები, ქართლის მეფეები აწუკვე ირანის მოხელეები იყვნენ. ანუ ირანისგან ღებულობდნენ გასამრჯელოს, მათ დანიშნული ჰქონდათ, ასე ვთქვათ, ჯამაგირი. გიორგი მე-11 მას შემდეგ, რაც მამა ვახტანგ მე-5, იგივე შაჰ-ნავაზ ხან პირველი გარდაიცვალა, ჩავიდა ირანში და ის იძულებული გახდა ისლამი მიეღო, რისთვისაც მას ასევე მამის მსგავსად შაჰ-ნავაზ ხანი ეწოდებოდა, შაჰ-ნავაზ ხანი უწოდეს. ანუ გიორგი მე-11 არის შაჰ-ნავაზ ხან მეორე. შაჰ-ნავაზ სპარსულად ნიშნავს შაჰის სუნთქვას. ცნობილმა ქართველმა ლიტერატურათმცოდნე ლევას ბარამიძემ საკმაოდ მოხერხებულად შენიშნა, როდესაც შეისწავლიდა ვახტანგ მე-5-ის მოღვაწეობას, შენიშნა, რომ ვახტანგ მე-5-ემ, ანუ შაჰ-ნავაზ ხანმა შაჰს სუნთქვა გაურთულა და მართლაც ასეა, თავის მხრივ ჯერ ვახტანგ მე-5-ემ გაურთულა შაჰს სუნთქვა, აქეთ კი მისმა შვილმა გიორგი მე-11-მ, ანუ შაჰ-ნავაზ ხან მეორე. ირანისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა გიორგი მე-11-ის მოთოკვა, მისი მასზე რაღაც გავლენიც მოხდენა, მაგრამ საბოლოო ჯამში ისპაჰანმა შეძლო შიდა ქართული დაპირისპირების გამოყენებით, სხვა საგარეო ფაქტორების გამოყენებით გიორგი მე-11-ზე ზეგავლენა მოეხდინა, მას მეფობა ჩამოართვა და 1699 წელს მოსთხოვა სპარსეთში ჩასვლა, თუმცა მანამდე ადრე
რამდენიმე წლით ადრე მძევლად წაიყვანა მისი მცირეწლოვანი შვილი ბაგრატი, რომელიც სხვათა შორის ტყვეობაშივე გარდაიცვალა ჰერათში, ჰერათის ციხეში. ჰერათი დღეს ავღანეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავღანური ქალაქია. აი სწორედ ჰერათის ციხეში სადღაც ციხის მახლობლად უნდა იყოს გიორგი მე-11-ის შვილის ბაგრატის საფლავი. 1699 წელს გიორგი მე-11 იძულებული გახდა ისპაჰანში ჩასულიყო. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ თავის მოღვაწეობისთვის, თავის ანტიირანული საქმიანობისთვის ჩვეულებრივ უბრალოდ სიკვდილით დასჯელოდა. თუმცა ალბათ ირანში გეგმავდნენ კიდევაც გიორგი მე-11-ის მოკვლას, მაგრამ გიორგი მე-11 გადაარჩინა იმან, რომ თვითონ ირანს ძალიან ძიმედ ირანს უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან რთულად ჰქონდა საქმე. ირანს აწიუკებდნენ ბელუჯი ტომები, რომლებიც ძალიან თავისუფლად დალაშქრდნენ ხოლმე ირანს, აი აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და მათი გამჩერებელი ფაქტობრივად არავინ არ იყო და განსაკუთრებით დიდ ზიანი ადგებოდა ქერმანის პროვინციას და ქერმანი ირანისთვის იყო მეაბრეშუმეობის ცენტრი. აი ქერმანული შალი იმ პერიოდში ძალიან განთქმული იყო ირანის ფარგლებს გარეთ და ირანისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო საქონელს წარმოადგენდა. შაჰ სულთან სოლეიმანმა, რომელიც იმჟამად მართავდა ირანს, გიორგი მე-11-ს უთხრა შესთავაზა ასეთი რამ, თუ ის გაემგზავრებოდა ქერმანში, ქერმანის ბეგლარბეგის სტატუსით და მოაწესრიგებდა იქაურ მდგომარეობას და აღკვეთა ბელჯთა თარეს, მას დაუბრუნდა ქართლის მეფობას. გიორგი მე-11-ისთვის, რომელიც ირანული ნომენკლატურით ძალიან მაღალ თანამდებობას იკავებდა, ანუ ის ვალი იყო, რა თქმა უნდა, ცოტა ქვევი დაშვება მიუღებელი იყო, მაგრამ გიორგიმ და მისმა თანხმლებმა პირებმა განსაჯეს და ჩათვალეს, რომ ისინი უნდა დათანხმებოდნენ ისპაჰანის ამ წინადადებას და ქერმანში წასულიყვნენ. და მართლაც გიორგი მე-11-ის ჩასვლამ ძალიან მალე მოაგვარა პრობლემები და აღკვეთა ბელუჯთა თარეში და გიორგი მე-11-ის სახელი ძალიან შორს გავარდა. ფაქტობრივად გიორგი მე-11-ის სახელის გაგონება ადგილობრივ მოსახლეობას აკანკალებდა კიდევაც. მდგომარეობის მოწესრიგების შემდგომ ბუნებრივია გიორგი მე-11-მ ირანისგან პირობის შესრულება მოითხოვა. შაჰ სულთან სოლეიმანს მართალი გითხრათ, გიორგის გამგზავრება ქართლში ნამდვილად არ უნდოდა, რადგან დარწმუნებული არ იყო, რომ ის შეძლებდა ქართლში დაბრუნებული გიორგი მე-11-ზე რაღაც გავლენის მოხდენას. აქ უკვე ირანისთვის სასიკეთო მდგომარეობა ჩამოყალიბდა იმ თვალსაზრისით, რომ დიდ მოღოლთა ფადიშაჰი აურანგზები, რომელიც ასევე ალამგիր პირველი სახელითაა ცნობილი, დიდ მოღოლთა იმპერიის ერთ-ერთი ძლევამოსილი ფადიშაჰი, რომლის დროსაც იმპერიამ თავის ბრწყინვალების ზენით მიაღწია და ტერიტორიულად ძალიან გაფართოვდა, ირანისგან მოითხოვა ყანდაარის დაბრუნება. ყანდაარი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, რომელიც კონტროლს ცდილობდა როგორც დიდ მოღოლთა იმპერია, ასევე სეფიანთა იმპერია, მაგრამ ამ პერიოდში ყანდაარს სეფიანთა ირანი აკონტროლებდა. ირანი ვერ დაუშვებდა ყანდაარის დაკარგვას, რადგან ერთის მხრივ ეს იყო სტრატეგიული პოზიციების დათმობა ირანისთვის, სამხედრო სტრატეგიული პოზიციების დათმობა ირანისთვის და მეორე მხრივ ეს იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის დაკარგვაც. ამიტომ სპარსეთში დაიწყეს ფიქრი, რა გამოსავალი მოეძებნა. სხვათა შორის სპარსეთში ჩასული ინდოელი ელჩი საკმაოდ დიდხანს დააყოვნეს, დიდ მოღოლთა დესპანი კონკრეტულ პასუხს ვერ ღებულობდა. მას ყოველდღიურობდნენ, რომ აი დღეს გეტყვით პასუხს, არა ხვალ გეტყვით და აი ასე შემდეგ. საკმაოდ დიდხანს დააყოვნეს. საბოლოო ჯამში შაჰ სულთან სოლეიმანის კარმა გადაწყვიტა, რომ ყანდაარში გიორგი მე-11 შაჰ ნავაზ ხან მეორე გაეშვა.
შაჰ სულთან სოლეიმანს ახსოვდა ის პირობაც, რომ ქირმანში ვითარების მოწესრიგების შემდეგ გიორგი ქართლში უნდა დაებრუნებინა ქართლის მეფის სტატუსით. გიორგი მიიწვიეს ისპაჰანში, მას დაუბრუნეს ქართლის მეფობა, მაგრამ ასევე მოაყოლეს, რომ ამჟამად ისინი მას ქართლში ვერ გაუშვებდნენ, რადგან გიორგის დახმარება სჭირდებოდათ ყანდაარში მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. გარდა ინდოეთის პრეტენზიებისა ამ ტერიტორიაზე, ასევე დაუმორჩილებელ პუშტუნ ტომთა პრობლემაც იყო და გიორგი მე-11-ს ერთის მხრივ ინდოეთის მხრიდან უსაფრთხოება უნდა უზრუნველყო ამ მხარეში და ასევე დაეშოშმინებინა ადგილობრივი პუშტუნები. გიორგი მე-11 თავიდანვე უარი თქვა ამ შემოთავაზებაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში მისმა ქართველმა თანამებრძოლებმა დაარწმუნეს, რომ ამჯერადაც ასე სჯობდა და 1704 წელს შაჰნავაზ ხანი გაემგზავრა ყანდაარში. სხვათა შორის აღმოსავლურ სამყაროში გიორგი მე-11-ს გარდა შაჰნავაზ ხანისა ასევე მისი ქართული სახელით იცნობდნენ და მას გორგინ ხანსაც უწოდებდნენ. გიორგი მე-11-მ ისპაჰანიდან ყანდაარისაკენ მიმავალი შორეული გზა აირჩია, ის ჯერ ჰერათში ჩავიდა, სადაც მისი შვილი იყო დაკრძალული და მხოლოდ შემდგომ ჰერათიდან ყანდაარისაკენ გაეშურა. ყანდაარში გიორგის ჩასვლა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სპარსეთის მტერთა დასაშოშმინებლად. შექმნილ ვითარებას ინდოეთის ვასალმა ყალათის ხანმა მირსამანდარმა ალღო აუღო. ყალათის სახანო თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე მდებარეობდა. გორგინ ხანის სახელი იმდენად ცნობილი იყო განსაკუთრებით ქირმანში მისი მმართველობის შემდგომ, რომ მირსამანდარმა ელემენტარული წინააღმდეგობის გაწევაზეც კი უარი თქვა. ქართველთა მიერ რაოდენობრივად ძლიერი ბელუჯების რამდენჯერმე დამარცხება სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მირსამანდარს მორჩილება გამოეცხადებინა გიორგი მე-11-ისთვის და ქართველი მემატიანე მირსამანდარის თხოვნას ასე გადმოგვცემს, ციტატა. რადგან ღმერთს შენთვის ძლევა მოუწია და სახელოვანი ხელმწიფე ამ ქვეყანას გამოჩენილ ხარ, მიყავ წყალობა და ნახვა შენი მაღილზე, რაც სოდენ შენაცოდვარი მაგ ქვეყანას მიქმნია, შემინდევ, მოგართვა ხარჯი, რაც ოდენ დამკლებია. ციტატის დასასრული. გიორგიმ ბელუჩთა ლიდერი ყანდაარში მასთან მიიწვია, როგორც წესი მარტო არ ჩავიდა, მან თან იახლა მისი ძმისწული ქალახანი და მისი ლაშქარიც. მირსამანდარის მარცხმა საფიქრალი გაუჩინა ინდოელებს. ინდოეთში, როგორც გითხარით, ამ დროს ავრანგზები მართავს ერთ-ერთი წინვალე წარმომადგენელი დიდმოღოლთა დინასტიისა, თუმცა ამ დროისთვის ავრანგზები უკვე ასაკში იყო და ქვეყანაშიც მმართველობა ერთგვარად შესუსტებული იყო. ქვეყანა მოეცვა მარათხების დიდ აჯანყებას, რომელიც 40 წელი მიმდინარეობდა 1660-იანი წლებიდან და მონღოლებს უჭირდათ მათ წინააღმდეგ გაბრძოლება და მათი დაშოშმინება. ყანდაარში გიორგის გამოჩენის დროისთვის მარათხები წარმატებას აღწევდნენ და ინდოეთის შაჰის ლაშქარი მარცხზე განიცდიდა. ავრანგზების კარზე მიიჩნიეს სახელოვანი ქართველი სარდლის წარგზავნა ყანდაარში მხოლოდ ავღანთა დასამორჩილებლად არ უნდა ყოფილიყო. და იეჭვეს, რომ შაჰ სულთან სოლეიმანს ალბათ განზრახული ჰქონდა ინდოეთზე ლაშქრობა. ამ პერიოდში ინდოეთში ავრანგზების კარზე იმყოფება იტალიელი მისიონერი ნიკოლო მანუჩი, რომელიც თავის თხზულებაში აღწერს აი ამ დღეებს და აღნიშნავს, რომ მონღოლებს მართლაც ჰქონდათ ამგვარი შიში, რომ გორგინ ხანი სწორედ ყანდაარში მიევლინა ინდოეთისაკენ ლაშქრობის მოსამზადებლად.
იტალიელი მისიონერი წერდა, რომ მოგოლთა ვარაუდით შაჰ-ნავაზ ხანი აპირებდა ინდოეთში შეჭრას, რათა აჯანყებული პუშტუნებისთვის, ირანისთვის დაუმორჩილებელი პუშტუნებისთვის ეს მნიშვნელოვანი ზურგი მოეშალა. საქმე იმაშია, რომ პუშტუნებიც, ბელუჯებიც და დიდი მოგოლებიც მიუხედავად სხვადასხვა წარმოშობისა, პუშტუნები და ბელუჯები ინდოევროპული მოდმის ხალხია, ხოლო დიდ მოგოლთა დინასტიის წარმომადგენლები თურქმანები არიან, მაგრამ მათ ჰქონდათ საერთო რწმენა, ისინი სუნიტი მუსლიმები იყვნენ, განსხვავებით ირანელებისგან, რომლებიც შიიზმს აღიარებდნენ. ინდოეთში ასე კი ფიქრობდნენ, მაგრამ გიორგი მე-11 ინდოეთის წინააღმდეგ გალაშქრებას არ აპირებდა, რადგან მას საამისო დავალება ირანის შაჰისგან არ მიუღია. დიდ მოგოლთა იმპერიასთან საზღვარი ყანდაართან ძალიან ახლოს გაიწყებოდა. აი ამ რუკაზეს თქვენ კარგად ხედავთ. ავღანეთის ამჟამინდელი დედაქალაქი ქაბულიც მიმდებარე მხარით ინდოეთის ერთ-ერთ სუბას, ანუ პროვინციას წარმოადგენდა, რომლის ნავას სუბადარი მე-18 საუკუნის დასაწყისში მოგოლთა ტახტის მემკვიდრე აურანგზების უფროსი ძე მოაზამი იყო. დიდ მოგოლთა იმპერია, რომელსაც ავღანებთან ერთმორწმუნეობა აკავშირებდა, სერიოზულ ფინანსურ ხარჯებს იღებდა ადგილობრივი დიდებულების მოსასყიდად და მათი ლოიალობის შესანარჩუნებლად. ავღანები ამ მდგომარეობით მშვენივრად სარგებლობდნენ და მონღოლებს უხდიდნენ ძალიან მცირე ხანს, ან ზოგჯერ სულაც არ უხდიდნენ. მონღოლთა იმპერიისთვის სპარსეთის წინააღმდეგ ომი დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, მაგრამ როგორც გითხარით, ამ პერიოდში ინდოეთში საქმეები თლად კარგად არ მიმდინარეობდა. აურანგზებს არ ჰქონდა სურვილი შაჰ-სულთან სოლეიმანთან ბრძოლაში ჩართულიყო. მოაზამა გიორგისთან ელჩობა მიავლინა ძღუნითა დიდითა მშვიდობის მთხოველისა, როგორც ჩვენი მემატიანი აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატება იყო, რომელიც სპარსეთს კარგახანია ინდოეთთან არ მიუღწევია. ამიტომ ყანდაარის ბეგლარბეგმა გიორგი მე-11 მინდორთა ძღვენი თვითონ კი არ დაიტოვა, სპარსეთის შაჰს გაუგზავნა და წერილით ამცნო შექმნილი მდგომარეობის და მიღწეული წარმატების შესახებ. სპარსეთის შაჰი კმაყოფილი დარჩა, რადგან ეს ირანისთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატება იყო, როგორც გლობალური მნიშვნელობით, ასევე ლოკალური მნიშვნელობით, გლობალური მნიშვნელობით ინდოეთთან დაპირისპირებაში, ლოკალური მნიშვნელობით იმით, რომ ავღანელებს აი ამ მნიშვნელოვან ზურგს უშლიდა. ინდოეთმა ივალდებოდა, რომ ის ავღანელებს აღარ დაეხმარებოდა. შაჰ-სულთან სოლეიმანმა გიორგი ამ წარმატებისთვის დააჯილდოვა, ხოლო ინდოელი ელჩისთვის ძღვენიც გამოაგზავნა ყანდაარს და ამასთან ერთად ქაბულში ირანული ელჩობის მივლინებაც დაავალა გიორგი მე-11-ს. ამდენად გიორგის ჩასვლას ყანდაარში ადგილობრივი ვითარების ნორმალიზაცია და ინდოეთთან წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებაც მოყვა. როგორც ჩვენი მემატიანი წერს, გაარიგა ყანდაარის მამული, ვინც ურჩი იყვნენ დაიმონა და ერთგულს წყალობა უყვის. ამიერიდან მონღოლებმა უარი თქვეს ყანდაარის დაბრუნებაზე. ეს კი მათ შორის ტერიტორიული პრეტენზიების მოსპობას ნიშნავდა. ყოველივე ამან ბუნებრივია სპარსეთის შაჰის ქართლის ვალისადმი გიორგი მე-11-ისადმი ნდობა გაზარდა, თუმცა საკუთრივ გიორგის კი ადგილობრივ მტრები გაუჩინა. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერს, და ამისთვის მისანდობელ იქმნა ფრიად ყენისა მეფე და შურობდნენ ამას ყიზილბაშნი. რა თქმა უნდა, ეს დიპლომატიური წარმატება უპირველეს ყოვლისა გიორგის სამხედრო ძლევამოსილებას ეფუძნებოდა. ამიტომ კატეგორიულად მიუღებელია ერთი ბრიტანელი მეცნიერის ეგზვორდსის მოსაზრება, რომ გიორგი მე-11-ისთვის დიპლომატიური ენა სრულიად უცნობი იყო. გორგი ხანი ყანდაარში 1704 წლის ივნისის მიწურულს ჩავიდა. ინდოეთთან ურთიერთობის მოწესრიგებად კი წინ უძღვის გიორგის მიერ ყანდაარის ყალანთარის მირვეისის დაპატიმრებას და მის წარგზავნას ისპაჰანში, რაც 1706 წლით თარიღდება. შესაბამისად,
გიორგის აი ამ დიპლომატიური წარმატების დათარიღება 1705 წლით უნდა მოხდეს. აი ასე გიორგი მე-11 სპარსეთ-ავღანეთ ინდოეთში გორგინ ხანის სახელით ცნობილმა ქართველმა მეფემ სამუდამოდ გადაწყვიტა ინდოეთ-ირანის სასაზღვრო პრობლემა. გიორგი მე-11 ერთ ქართულ წყაროში ასეა შეფასებული: დიდად სახელოვანი და წამებული მეფეთ-მეფე გიორგი. არადა საუკუნეებმა ისე ჩაიარა, მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით. ალბათ ვიღაც სიტყვის, გიორგი მე-11 ან ქაიხოსრო, ან ქართველები რისთვის ილჯებოდნენ შორეულ ირანსა თუ ავღანეთში. აი ამაზე პასუხს ერთ-ერთ მომავალ ვლოგში გავცემთ. ახლა კი გემშვიდობებით. ეს იყო ვლოგი, მოდი გიამბო.